და სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების სახელით ვრცელდება ყალბი SMS-ები, სადაც აღნიშნულია თითქოს თქვენ საგადასახადო ზედმეტობა გაქვთ და თანხის დასაბრუნებლად ბმულზე გადასვლას გთავაზობენ. ეს არის თაღლითობა. ლევან გებულაძე შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოგვცემს ყველა კითხვაზე პასუხს. ეს ძალიან საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა. ბუნებრივია კითხვების ბევრი გვაქვს დაგროვილი. დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობის. პრინციპში ბოლო პერიოდში გავრცელდა აი ეს ინფორმაცია და რა სახის ფიშინგზეა საუბარი. ფიშინგი თანამედროვე ტერმინოლოგიაში აი ამ თაღლითობას ნიშნავს. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და განმარტავთ, რომ ნამდვილად იყო გაგზავნილი შეტყობინება შემოსავლების სამსახურის სახელით, რაც თავარია, ანუ მაქსიმალურად მიმსგავსებული იყო, რომ თითქოს ოფიციალური უწყება უგზავნიდა მოქალაქეებს, სადაც იყო მოთხოვნა, რომ გადასულიყო რაღაც გარკვეულ ბმულზე და შეეცვლათ პირადი მონაცემები, მათ შორის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და მათ შორის განეხორციელებინათ საბანკო ტრანზაქცია. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი და ცრუ ყალბი SMS-ი და გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ შემოსავლების სამსახური ესეთ SMS-ებს ამ შინაარსით არ აგზავნის, არავის არ თხოვს SMS-ის სახით პირადი მონაცემების სადღაც გაურკვეველ ბმულზე მითითებას და მით უმეტეს საბანკო რეკვიზიტების, საბანკო ანგარიშის მითითებას. როგორ უნდა გამარჩიოთ ბატონო ლევან ეს ნამდვილი მესიჯი ამ ყალბი შეტყობინებისაკენ? რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახური აგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებებს გვაქვს სამი ძირითადი სახეობა. ეს არის გადასახადის განამხილებს შემოსავლების სამსახურში აქვს პირადი ავტორიზებული ვებგვერდი და ვებგვერდის მეშვეობით. ვაგზავნით, რა თქმა უნდა, ელექტრონული პოსტის, მათ შორის პოსტის მეშვეობით მატერიალურ დოკუმენტებს და SMS შეტყობინებებს. და აი აქ რომ გარკვეული იყოს ჩვენი SMS შეტყობინებები ძირითადში არის პრევენციული ხასიათის, როდესაც SMS შეტყობინება მიდის შემოსავლების სამსახურიდან ეწერება ჩვენთვის ცნობილი უკვე RS-G და ჩვენ მათ ვაფრთხილებთ მოსალოდნელ ან მიმდინარე ვალდებულებასთან დაკავშირებით, ან უკვე არსებულ საგადასახადო დავალიანებასთან მიმართებაში, რომ დროულად მოახდინონ გადასახადის გადახდა, იმიტომ რომ საურავები არ დაერიცხო და ჩვენ SMS-ებში მითითებულია ერთიანი სახაზინო კოდი, ანუ ეს არის ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიში 10, 100, 1000 უკვე ბევრისათვის ძალიან ცნობილი, იმიტომ რომ ბევრი ქონების გადასახადს იხდის უკვე და მათ შორის თქვენთვისაც კარგად ნაცნობი. ამიტომ ჩვენ არ ვუთითებთ რაიმე გაურკვეველ ბმულებს და არ ვთხოვთ რაღაცა პირადი მონაცემების SMS-ების სახით მითითებას. ბატონო ლევან, აი კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ ასე ვთქვათ ამ მოცნობა ყალბი შეტყობინებებისა, თქვენ კონკრეტული პერიოდები, როდესაც აგზავნით ხოლმე ამ შეტყობინებებს და მოდით ეს პერიოდებიც უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს არის დეკლარირების სავადოები, წლიურად მაგალითად ქონების გადასახადები ვინაიდან ვახსენებთ გავაგრძელოთ 1 ნოემბრამდე ჩვენ ვაგზავნით SMS შეტყობინებებს, ვაფრთხილებთ რომ პოტენციურად არიან გადასახადის გადამხდელები და მათ უნდა შეასრულონ დეკლარირების წარდგენის და გადასახადის გადახდის ვალდებულება. ეს არის საინფორმაციო პრევენციული ხასიათის. ასევე რა თქმა უნდა, უკვე როდესაც გადასახადი დაეკისრება 15 ნოემბერს და არ აქვს გარკვეულ პიროვნებებს ჯერ გადახდილი ან უბრალოდ გამორჩათ, ჩვენ შეხსენებითი სახით SMS-ების ვაგზავნით, რომ უკვე ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება, რომ არ დაგროვდეს ეს დავალიანება და არ გავიზარდოს საურავის სახით, მოახდინოთ ბიუჯეტში გადარიცხვა, როგორც ვახსენე, ერთიან სახაზინო კოდზე 10, 100, 1000-ზე. მოდი, ჩვენ ახლა რამდენიმე კითხვის პასუხად მივიღეთ მთავარი საიდენტიფიკაციო ნიმუშები, როგორ უნდა განვასხვაოთ ყალბი და ნამდვილი SMS შეტყობინება. მოდი ახლა ჩამოთვლის რეჟიმში რო გავიაროთ, პირველიდან ბოლომდე და რომ უფრო მარტივი დასამახსოვრებელი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. აი პირველიდან ბოლომდე რომ ჩამოგვითხოვოთ. როდესაც მივუვათ ესეთი შინაარსის SMS-ები, მათ შორის რომ გაარკვიონ რამდენად ნამდვილი ან ყალბია SMS-ი პირველ რიგში. ყველას ურჩევთ რომ ეწვიონ თავიანთ პირად ავტორიზებულ ვებგვერდს და იქ იხილონ შეტყობინება. თუ ეს არის ოფიციალური შემოსავლების სამსახურიდან მიღებული, ჩვენ შეტყობინებას ანუ ტელეფონზე მოსული SMS-ი აუცილებლად კონკრეტული ადამიანის გვერდზე შემოსავლების სამსახურში იქაც იქნება დაფიქსირებული და იდენტური უნდა იყოს. ვებგვერდზე იქნება ინფორმაცია განთავსებული პირად ვებგვერდზე, ჯერ ერთი ავტორიზებული გვერდი არის პირადი, ასევე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე საინფორმაციო ხასიათის გამართლებელი ტექსტი, განცხადებები კეთდება ხოლმე, შეუძლიათ იქაც გადაამოწმონ. მესამე, შეუძლიათ სატელეფონო ცენტრში გადმორეკონ ჩვენთან, ეს არის 2299299 და დააზუსტონ ეს ინფორმაცია თუ რაიმეს ვერ არკვევენ ავტორიზებულ პირად გვერდზე. რაც თავარია
ჩვენს SMS შეტყობინებებს აქვს, როგორც გითხარით, საინფორმაციო და პრევენციული ხასიათი. არ გამოჩენ დეკლარაციის დროულად წარმოდგენა. მაგალითად, ახლა 1 აპრილამდე არის სავადო წლიური დეკლარაციების წარმოდგენის ხოლმე წარმოებისათვის ჩვენ კიდე გავაგზავნით SMS-ებს, რომ ეს ვადა არ გამოიპაროთ, მერე ჯარიმები არ დაიკისროთ დაგვიანებით წარმოდგენისათვის. ყოველთვე ვაგზავნით უკვე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე SMS-ებს და როგორც გითხარით, იქვე უთითებთ სახაზინო კოდს. ანუ ამის გადამოწმება შეიძლება ძალიან მარტივად, ეს არის ნამდვილი თუ ეს არის ყალბი SMS შეტყობინება და როგორც გითხარით, შემოსავლების სამსახურის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში ჩვენ პირად რეკვიზიტებს არ ვითხოვთ SMS-ების სახით სადღაც შევსებას და გადარიცხვას გაურკვეველ რაღაც ბმულებზე გადასვლას მithumetes. ანუ ერთადერთი სადაც თანხა ირიცხება, ეს არის სახაზინო კოდი, რომელიც უკვე ბევრჯერ ვახსენე. 10-100,000. რა თქმა უნდა. კი ბატონო. 10-100, ხო, ну მნიშვნელოვანია ყურადღება გმართებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის SMS შეიძლება მოგვივიდეს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, პრინციპში ამოცნობა არ არის ძალიან რთული. დიდი მადლობა, რომ მოგვაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ლევან გებუაძემ თქვა, რომ თუ რამე ვერ გაარკვიეთ, თუ რამე შეგეპარათ ეჭვი, შეგიძლიათ ხელხაზემ ყველაზე მარტივად დაარეკოთ და სიტუაციაში გაგარკვევენ. შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მადლობთ.